მოგესალმებით. Დღევანდელ ჩვენს განშილაში ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ალბათ ყველაზე გავლენიან ფილოსოფიას ჩავუხმავდებით. საუბარია ბუდიზმზე და იმ გზაზე, რომელსაც ის გთავაზობს ტანჯვისგან გასათავისუფლებლად. დაი, აქ ისმის კითხვა, რომელიც ალბათ ყველაზე საინტერესოა ამ ისტორიაში. რამ უნდა აიძულოს პრინცს, რომელსაც ფაქტობრივად ყველაფერი ჰქონდა, ზურგი აქციოს ამ ყველაფერს. ბუდიზმის დასაწყისი იცით სწორედ ამ ერთი თითქოს და ამოუხსნელი გამოცანით იწყება. მოდით ერთად გავერკვეთ. აი, პირველივე და ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ, ბუდიზმის ფუძემდებელი არ ყოფილა რაღაც ღვთაება. არა, ის იყო ჩვეულებრივი ადამიანი. თლად ჩვეულებრივიც არა, პრინცი იყო. სიძახარტა გაუტამა. და მისი ისტორია იწყება სასახლეში, წარმოიდგინეთ, ისეთ ფუფუნებაში, სადაც რეალურ სამყაროს მის ტკივილს და სირთულეებს უბრალოდ ვერ ხედავდა. ხო და აქ ვხედავთ მის ტრანსფორმაციას. ნახეთ, ყველაფერი იწყება ამ იდეალურ სასახლის ცხოვრებაში. მაგრამ 29 წლის ასაკში ხდება გარდატეხა. ის პირველად ხედავს იმას, რისგანაც მთელი ცხოვრება იცავდნენ, სიბერეს, ავადმყოფობას და სიკვდილს. და აი ეს შოკი აიძულებს ყველაფერი მიატოვოს. ამის მერე იწყება 6 წლიანი უკიდურესი ასკეტიზმი, თვითგვემა, მაგრამ ხვდება, რომ ესეც არაა გამოსავალი. საბოლოოდ ის პოულობს შუა გზას და სწორედ მაშინ, ბოთხის ხის ქვეშ მედიტირებისას აღწევს გასხივოსნებას. ამ მომენტიდან ის ხდება ბუდა, რაც ნიშნავს გამოღვიძებულს. კარგი, გასხივოსწნდა და მერე რა? აი, ბუდას პირველი და ყველაზე ფუნდამენტური სწავლება იყო, ასე თქვათ, კაცობრიობის მდგომარეობის დიაგნოზი. მან ამას 4 კეთილშობილი ჭეშმარიტება უწოდა. ეს 4 პუნქტი ფაქტობრივად ბუდისტური ფილოსოფიის საძირკველია. მოდით მარტივად გავიაროთ. პირველი, ცხოვრებაში არის ტანჯვა. ამას ბუდიზმი დუქხას ეძახის. მეორე, ამ ტანჯვას აქვს მიზეზი და ეს არის ჩვენი სურვილები და მიჯაჭვულობა. მესამე, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ტანჯვას აქვს დასასრული, ანუ ეს უიმედო მდგომარეობა არაა. და მეოთხე, არსებობს კონკრეტული გზა, რომელიც ამ ტანჯვას დაასრულებს. კარგი, დიაგნოზი გასაგებია, მაგრამ ყველაზე მთავარი ხომ მკურნალობაა, არა? ხო და რა არის ეს პრაქტიკული გზა, რომელიც ტანჯვას ასრულებს? მოდით, ახლა ჩაუღრმავდეთ იმ კონკრეტულ რეცეპტს, რომელიც ბუდამ შემოგთავაზა. ამ რეცეპტს ქვია 8 წევრიანი კეთილშობილი გზა. და ნუ შეგაშინებთ სახელი. სინამდვილეში ის ძალიან ლოგიკურ, 3 ძირითად ნაწილად იყოფა. დავიწყოთ პირველი ნაწილით, სიბრძნით, ანუ პრაჟნათი. აქ მთავარია 2 რამ. პირველი, სწორი ხედვა, ანუ უბრალოდ იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს სამყარო. 4 კეთილშობილი ჭეშმარიტება, კარმა და მეორე, სწორი განზრახვა. ანუ ჩვენი მოტივაცია უნდა იყოს სუფთა, კეთილგანწყობა, არაძალადობა, მოკლედ გონების სწორად მომართვა. როცა გონება სწორად გაქვს მომართული, ამას ლოგიკურად მოსდევს სწორი ქცევა. ესაა მეორე ნაწილი, ზნეობა, ანუ სილა. და ეს უკვე ძალიან პრაქტიკული რაღაცებია, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ. სწორი მეტყველება, ანუ არ ტყუით, არ ჭორაოქთ, სწორი მოქმედება, არავის ვნებთ, არ ვიპარავთ და სწორი ცხოვრების წესი, ანუ ჩვენი სამსახური, ჩვენი შემოსავალი, არ უნდა იყოს სხვისი ზიანის ხარჯზე. და აი მივედით მესამე, საბოლოო ნაწილამდე. ეს არის მედიტაცია, ანუ სამათხე. ეს უკვე არის გონების პირდაპირი ვარჯიში. სწორი ძალისხმევით ვცდილობთ, რომ ნეგატიური აზრები პოზიტიურით ჩავანაცვლოთ. სწორი ყურადღებით ვსწავლობთ აწმყოში ყოფნას, იმის გაცნობიერებას, რას გრძნობთ და ვფიქრობთ ახლა და აქ, და ბოლოს სწორი კონცენტრაციით ვახწევთ მედიტაციის იმ ღრმა დონეებს, სადაც ნამდვილი ცდომა ხდება. კარგი, ესე იგი, გვაქვს დიაგნოზი, 4 ჭეშმარიტება და გვაქვს რეცეპტი, 8 წევრიანი გზა. ახლა კი, მოდით ერთი ნაბიჯით უკან დავიღიოთ და ვნახოთ რა უფრო დიდ სურათში, რა მსოფსმეხედველობაში ჩდება ეს ყველაფერი. პირველი და ალბათ ყველაზე ცნობილი კონცეფცია – კარმა. აქ ხშირად ცოტა არასწორად ესმის. კარმა არ არის რაღაც სასჯელიან ჯილდო ზემოდან. არა. ეს არის უბრალოდ ბუნების კანონი, მიზეზ შედეგობრიობის კანონი, რასაც დათესავ, იმას მოიმკი. ყოველი ჩვენი ფიქრის, სიტყვა და ქმედება ტოვებს თავის კვალს და ხმნის ჩვენს მომავალს. და აი, ეს მიზეზ შედეგობრიობის უწყვეტი ჯაჭვი, ეს კარმული ციკლი არის ის, რაც გვამწყდებს სამსარაში. სამსარა კი არის დაბადების, სიკვდილისა და ხელახალი დაბადების ეს დაუსრულებელი წრებრუნვა. ბუდიზმის მთავარი მიზანით სწორედ ამ წრიდან თავის დაღწევაა. და რა არის ამ წრიდან გასასვლელი? ეს არის ნირვანა. აქაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განმარტება. ნირვანა არ არის რაღაც ადგილი, სამოთხე, სადაც სიკვდილის მერე მივდივართ.
არა, ნირვანა არის მდგომარეობა, რომელსაც აქ და ახლა ვაღწევთ. ეს არის, როცა სიხარბის, სიძულვილის და უმეწრობის ცეცხლი ჩვენში ქრება. ესაა სრული თავისუფლება სამსარასგან. ახლა კი ორ-ერთის შეხედვით ცოტა რთულ, მაგრამ აბსოლუტურად ფუნდამენტური იდეას შევეხოთ, რაზეც ეს ყველაფერი დგას. პირველი, ანიჩა, ანუ არამუდმივობა. ეს ნიშნავს, რომ სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება, არაფერია მყარი. და მეორე, კიდევ უფრო ღრმა, ანატა, ანუ უსულობა. ეს იდეა გვეუბნება, რომ არ არსებობს რაღაც მყარი, უცვლელი მე, ან სული. ჩვენ ვართ უბრალოდ ფიზიკური და მენტალური პროცესების მუდმივად ცვალებადი ნაკადი. კარგი, ეს ყველაფერი იყო საფუძვლები, რომლებიც 2500 წლის წინ ჩამოყალიბდა. მაგრამ რა მოხდა მას შემდეგ? როგორ განვითარდა ეს უძველესი ფილოსოფია და როგორ გამოიყურება ის დღეს? საუკუნეების განმავლობაში ბუდიზმი რა თქმა უნდა განვითარდა და დაიყო სამ ძირითად მიმდინარეობად. პირველია თერავადა, ანუ უხუცესთა სკოლა, სადაც მთავარი იდეალი არის არხატი, ადამიანი, რომელიც საკუთარი ძალის ხმებით აღწევს გასხივოსნებას. შემდეგ მოდის მაჰაიანა, ანუ დიდი ეტლი, აქ იდეალი ბოդჰისატვაა, არსება, რომელიც უკვე გასხივოსნებულია, მაგრამ საკუთარ ნირვანას აყოვნებს, რათა სხვებს დაეხმაროს. და მესამეა ვაჯრაიანა, ანუ ალმასის ეტლი, რომელიც ტიბეტშია გავრცელებული და იყენებს განსაკუთრებულ პრაქტიკებს გასხივოსნების დასაჩქარებლად. ასე რომ პრინცის პირადი ძიებიდან დაწყებული, ბუდიზმი დღეს გლობალური ფილოსოფიაა. მაგრამ მისი მთავარი იდეები ტანჯვის გაგებაზე, მის მიზეზებზე და გონების ვარჯიშზე დღეს ალბათ უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე. და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გვიტოვებს ერთ ძალიან პირადულ კითხვას, რომელზეც პასუხი ყველამ თავად უნდა ვიპოვოთ. ამ უზარმაზარი სიბრძნიდან რომელი ნაწილი გვეხმიანება ყველაზე მეტად ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?